ბევრი განსხვავებული მოსაზრება, ბევრი სხვადასხვა არგუმენტი შეიძლება არსებობდეს იქ ჩვენს მისვლასთან დაკავშირებით, თუმცა მე ვფიქრობ იმ ფონზე, როდესაც ეს არალეგიტიმური პარლამენტის კონსტიტუციასთან შეუსაბამო კომისია, პირდაპირ ფორმით შეიძლება ისე ითქვას, გამოიყენება ჰიბრიდულ ომის ინსტრუმენტად ოცნების ხელისუფლების პირობებში და ეს პირდაპირ ტრანსლირება ხდება მათ შორის პირდაპირ ეთერით და მათ შორის ყველა ოჯახში არიან შეღწეულები ფაქტიურად ეს კომისია გამოიყენება ადამიანების გონების გასარეცხად. ესეც თქვა დღეს გიორგი გახარია მიქიდან გამოსულმა მედიასთან და თქვენ რა ქენით აი ამის საპირისპიროდ რა გააკეთეთ ეს მაინტერესებს. გეტყვით. ესენი ხო ფასეულობების გაუკუღმართებას ეწევიან ხო თავიდან ბოლომდე ხო? გმირს შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენონ, რაღაცა ლაფში ამოსვარო, რაღაცა პიარულ პროდუქტად გაასაღონ, მაშინ როდესაც თავდადების მაგალითებს, როდესაც არ არსებობს ქვეყნებში ქვეყნები იგონებენ გმირების ისტორიებს, მითებით და ლეგენდებით ხსავენ. როდესაც ჩვენ გვაქვს დადასტურებული ფაქტი გმირობების და აი ესეთი ტიპის ჰიბრიდულ ომს აუცილებელია რომ ადგილზე გასცე პასუხი. და გაეცით პასუხი დღეს, გაიცა პასუხი აი ამ ყველაფერზე, აი რა შტაბი მე იმიტომ ვთქვი დღევანდელი დღის მთელი პერიპეტიების ბოლოს რას მეტყვით მეთქი. გაეცა ამას ყველაფერს პასუხი. მე არ ვკითხულობ ეხა იქიდან ვინ გამარჯვებული გამოვიდა, ვინ ვის აჯობა და არ მინდა ასე დავწვრილმანდეთ ეხლა მე და თქვენ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს აზარტული საკითხები არ არის. ამ შედეგ ჩვენ აუცილებლად დავინახავთ გიორგი გახარია იყო ადამიანი რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სხვადასხვა თანამდებობების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის დროს არასდროს არ გაურბოდა არც პროკურატურის ჩვენებების მიცემას, არც საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებას, არც საპარლამენტო ფორმატებს, ინტერპელაციებს, მინისტრის საათებს, ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც დღეს ეს ადამიანები გალექსილები და კატლეკილები სვამდნენ ამ შეკითხვებს, ყველა ამ შეკითხვებზე თავის დროზე აქვს პასუხი გაცემული. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო? ამათი პროპაგანდა ხო რაზე იდგა? ეხლა ოცნების სამომრჩევლებს მიმართავ მათ შორის, ხო? გახარიასთან დაკავშირებით თითქოს არსებობს რაღაცა კითხვის სერიოზული კითხვის ნიშნები და აბა გაბედოს გიორგი გახარია მოსვლა კომისიაზე და ჩვენ ისეთ შეკითხვებს დაუსვამთ. მთელი სახელმწიფო აპარატი იდგა მათ ზურგს უკან ეხლა. მთელი ოპერატიული ინფორმაციით სუსით შინაგან საქმეთა სამინისტროს. ანუ ბერდია თქვენ დღეს თავ მიგაჩნიათ რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცით და გახარიასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს? მე არ ვიცი თქვენ შეიძლება დაგრჩეთ პერსონალურად გახარიასთან კითხვები და მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ამოწუროთ მასთან დაკავშირებით კითხვები. და თქვენ ყველაფერზე და თვლით რომ არა, ანუ თავს ხო არ იმშვიდებთ თქო, მაგას ვამბობ. უბრალოდ მე თქვენსკენ ვარ, არ გეგონოთ რომ ძალიან თვითკრიტიკულები ვართ. თქვით კრიტიკულები ხართ. კარგი. თავარი კითხვა რაც არის გახარიასთან დაკავშირებით არის ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისთან დაკავშირებით. ვინ არის ეს უჩინარი ხელი? ბერდია შეგიძლიათ მითხრათ. გახარიას იქ არ დაუსახელებია ბიძინა ივანიშვილი. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, ის რაც დაგვაკლდა, თქვენ დაამატებთ თუ არა, ეხლა აი აქ ამ ეთერში. მე ვერაფერს ვერ დავამატებ, ქალბატონო ეკა, კომისიის არ ვიცი და იმიტომ რაც გიორგი გახარია მისაუბრა, იმის იქით მე ვერ ვისაუბრე, იმიტომ რომ არც დეტალები ვიცი, ბუნებრივია და არც ორი იქნება რაღაც პოლიტიკური დასკვნები აქედან გამოვიტანო. რაც თქვა გიორგი გახარიამ იყო ის, რომ მას ეს ბრძანება არ გაუწია და 20-21 წელს განვითარებული მოვლენები მის გადადგომას რაც შეეხებოდა და უჩინარ ხელთან დაკავშირებით რაც ისაუბრა, სწორედ ამან შეიძლება გაუჩინა რაღაცა გონივრული ეჭვი, რაღაცა სხვა პროცესებიც სხვა ხდებოდა მის მიღმა 2019 წლის 20 ივნისს. მხოლოდ ეს სხვა მე არაფერს შემიძლია გითხრათ. ეს არის მოცემულობა რაც თქვა გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე. სხვა 20 ივნისთან დაკავშირებით მე არაფერს თქმა არ შემიძლია ამ ეტაპზე. საინტერესოა, ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც არ ვიცი, წლებია უკვე მედია ამ შეკითხვას სვავს და დღესაც იყო ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა, მაგრამ ეს კითხვა კიდევ ერთხელ ვამბობ, მაინც პასუხგაუცემელი რჩება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც სიახლე მოვისმინეთ, მაგალითად ნიკა მელიას საქმეში, დაჭერის საქმეში ივანიშვილი რო იყო ჩართული და ყობახიძემ უშუალოდ რო იმუშავა იმაზე და რო შემოიყვანა გავრილოვი. კი. მნიშვნელოვანი საკითხები იყო, მათ შორის გავრილოვის შემოყვანა და არ დაგავიწყდეთ მე დარწმუნებული ვარ არ დაგავიწყდებათ ჩორჩანას ეპიზოდი, სადაც
თეა წულუკიანის ეგრეთ წოდებულმა კომისიამ გიორგი გახარიას ბრალი დასდო იმაში, რომ ცოცავი ოკუპაცია გააჩერა და 1600 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ხაშურის მუნიციპალიტეტში ტყე შეუნარჩუნა ამ ქვეყანას. ბერდია. აი ამაში დასდო წულუკიანის კომისიამ დღეს ერთი საინტერესო პარალელი გავავლე დღეს მე და თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიამ დღეს დაწვრილებით მოყვა რატომ გადადგა ის და თქვა რომ აი ივანიშვილმა რომ აიღო ხელში მართვის სადავეები და ის ხელმძღვანელობდა ნიკა მელიას დაჭერის სპეცოპერაციასო, ჩემთვის ეს იყო მიუღებელი შეურაცხყოფელი და მოკლედ მე ამის გამო გადავდექიო, მოკლედ შინაარსხვები ეხა ციტირებას არ ვახდენ რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ასე გავიგეთ ყველამ. ახლა მე მაინტერესებს აი 2019 წლის 20 ივნის, როდესაც ამბობს გიორგი გახარია რომ უჩინარმა ხელმა გასცარდა რაღაცა ბრძანებების გაცემა დაიწყო და შემდეგ ის თურმე აი ესე ბატონო როგორ არა თქვა ასეთი რამ თქვა გავსი არაფერი ყოველ შემთხვევაში მე მარტო წყლის ჭალზე მივეცი ბრძანება და ცემსადენ გაზზეო ასეთი რამ თქვა დანარჩენზე მე ბრძანება და ჩემს მოადგილებს არ გაგვი ერთი წუთი კითხვას დავასრულებ დანარჩენზე ბრძანება მე და ჩემს მოადგილებს არ გაგვიციაო თქვა ანუ ვიღაცამ გასცა ეს ბრძანება არ ამბობთ ცოცხალი თავით რომ ეს ან ბიძინა ივანიშვილი იყო ან გომელაური თუ რა ვიცი ვიღაცა მისი მსახურები და ვინც იქ ხელის ბიჭები ვინც იქ ყავდა და ყავს დღემდე გვერდით ეს არ იყო მისთვის შეურაცხყოფელი მაშინ რატო არ გადადგა გიორგი გახარია რატო მიცადა ამდენი ხანი ნიკა მელიას დაჭერა რატო იყო რაღაც აი ეს წითელი ხაზი შეგიძლიათ ამაზე მიპასუხოთ როგორც ჩანს ყურადღებით არ გისმენიათ ამ პასაჟისთვის კომისიაზე და რატო? ორი გიორგი გახარიამ თქვა რომ ცრემლსადენი გაზის და წყალსატყორცნის ეგრეთ წოდებული წყლის ჭავლის მანქანის გამოყენების ბრძანება გავიცი მე ტყვიების გასროლის სპეციალური საშუალებების ტყვიების რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გამიცია მე და ეს დასრულდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით მათ შორის რადიოსადგურის ჩანაწერებით რასთან დაკავშირებითაც დაწყნა სახალხო დამცველსაც ასევე გამოქვეყნებული აქვს თუ როგორ კითხულობს ოპერაციის მიმდინარეობისას გიორგი გახარია ვინ ისროლა ტყვიების ხმოვანიც არსებობს ეს მტკიცებულება და შეუძლია ეს მოვისმინე თქვენ წარმოიდგინეთ რომ ძალიან ყურადღებით მოვისმინე ყველაფერი დამერწმუნეთ მართლაც გავიგე კი ბატონო მე მჯერა გიორგი გახარიამ თქვა შემდეგი რამ 2021 წლის 17-18 თებერვალს რა პროცესებიც მიმდინარეობდა და დავრწმუნდი მე რომ ჩემი გვერდის ავლით ჩემს მინისტრთა კაბინეტს ვიღაცები ძალალებებს აძლევდნენ უჩინარად მოქმედებდნენ პოზიციებს იცვლიდნენ სწორედ ამან ამომიტივტივა და გამიჩინა გონივრული ეჭვი რომ 2019 წლის 20 ივნისაც ხომ არ ყოფილა მსგავსი პროცესები. ანუ მანამდე ეს კითხვა არ გასჩენია იგა გრიგოლიასთანაც აქ ნათქვამი დღეს ალუდა ღუდუშაურს ისე ქონდა დასწავლილი ის ინტერვიუ სხვათა შორის რომ საშინაო დავალებაში 10-იანი ეკუთვნის ეგ დავალება ქონდა ეთქობა ალუდა ღუდუშაურს როგორც ჩანს უყურებენ არა გადახვევით შესწავლილი აქვს და ამ კომისიისთვის განსაკუთრებულად იყო მომზადებული მაგრამ ანუ იმ წუთში ეს კითხვა არ გასჩენია არ დავიჯერებ რომ ასეთ გონიერ კაც ეს კითხვა არ დარჩენია რომ ნეტა ვინ არის ის ვინც ახლა ტყვიების გასროლის ის ბრძანება გასცაო ეს არის სამართლებრივი შეფასების საკითხი გამოსაძიებელი საკითხი ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით ამნისტიას ამ საქმეზე და აუცილებლად ამ ქვეყანაში მოვა ის დრო როდესაც ყველა შეკითხვას ნორმალური ობიექტური გამოძიების და სასამართლოს პირობებში გაეცემა პასუხი ამაში ვარ დარწმუნებული ამჟამად ჩვენ შეგვიძლია ვიხმწვალოთ მხოლოდ კომისიაზე იმ განცხადებით რაც ბატონმა გახარიამ თქვა ბატონ გახარიას ეს არ უთქვამს მხოლოდ კომისიაზე იგივე აქვს დაფიქსირებული ორჯერ მიცემულ ჩვენებაში გამოძიებისთვის მე იცით რა შტაბ-ეწილებამ რჩება გულწრფელად უნდა გითხრათ ბერდია გულწრფელად გეტყვით და მე სულ გულწრფელი ვარ ჩემს რესპონდენტებთან და მშვევია ასე პირდაპირ საუბარი მე რჩება შტაბ-ეწილება რომ მაინც ხელს აფარებს ვიღაცას და ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს რომ ბიძინა ივანიშვილს აი ამ საქმიდან რატომღაც ხელს აფარებს გიორგი გახარია ალბათ როდისმე გავიგებთ რატომ ხდება ეს ყველაფერი ბოლო კითხვას დაგისვავთ და გასაგებია დანარჩენ
გადარჩენი. ჩემი შეფასება, ჩემი კონკრეტული ერთი ჟურნალისტის და ერთი მოქალაქის ეკატერინე მიშველაძის შეფასება. ასეთი მე მაქვს უფლება რომ მქონდეს ჩემი აზრით შეფასების უფლებაც მაქვს. საბედნიეროდ ჯერ არავინ მიკრძალავს ამას და ვერც ვერავინ ამიკრძალავს, დარწმუნებული ვარ ამაში. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, რომელიც ეხება არა ამ თემას, თუმცა გარკვეულწილად ეხება იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ხდება ქვეყანაში და გულისხმობ ამ შემთხვევაში მორიგ ტრიუქს, რომელსაც ქართული ოცნება მდინარაძის პირით იყო ეს დღეს გახმოვანებული, სთავაზობს პოლიტიკურ პარტიებს და გეუბნებათ ასეთ რამეს, რომ პარტიების აკრძალვა, კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვა და თქვენი პარტია მიუხედავად იმისა, რომ ცდილობთ რომ ამას გაემიჯნოთ ამ ყველაფერს, მაინც მათთვის კოლექტიურ ნაცმოძრაობაში მოიაზრება, ამაზე იყო დღეს არაერთხელ სხვათა შორის ხაზგასმა წულუკიანის მხრიდანაც, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ ისინი მონაწილეობას, ამ შემთხვევაში ეს აკრძალვა გადავადდება და არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ მოხდებაო. თქვენთვის ეს რამეს ცვლის, თქვენ როგორ უყურებთ ამას, რას აკეთებს ქართული ოცნება? და ეს იქნება თუ არა დამატებითი არგუმენტი თქვენთვის რომ მიიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თქვენ ამაზე მკაფიო პასუხი ამ დრომდე არ გაქვთ გაცემული. არანაირი მდინარაძის განცხადება, რაღაცებს გამოსვლა და რაღაცების საუბარი და რაღაცა სისულელებზე საუბარი და განცხადებების კეთება არანაირ გავლენას ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით არ ახდენს. არც შიდა აქტორები და არც გარე აქტორები ჩვენ გადაწყვეტილებას პოლიტიკური გუნდი, მათ შორის დისკუსიის საფუძველზე და ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს ამ პოლიტიკურ გუნდში და სწორედ ეს არის მომხიბვლელობა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, სადაც განსხვავებული აზრი მიღებულია და პატივცემენ და ბუნებრივია პლურალისტური გარემო აქ აზრის გამოხატვის თავისუფლების კუთხით და მრავალ აზრი გამოითქმის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება ამ კომისიის სახელით განცხადების გაკეთებას მდინარაძის. ნუ რა ვიცი, ხო ნაცმოძრაობას ებრძოდნენ და გადაწყვიტეს რომ არ გააუქმონ ნაციონალურ მოძრაობა. არაფრის გაუქმების თავიც არ ქონდა და არც აპირებდნენ ეკა დამერწმუნეთ რა. ეს იყო ინსტრუმენტი, რომლითაც ხალხს აჯერებდნენ თითქოს რაღაცა ნაცმოძრაობას ებრძვიან, წარსულის ქიმერებს ებრძვიან, წარსულის იარები გახსნეს, თითქოს სხვა პრობლემები ამ ქვეყანაში არ იყოს, თითქოს გაღატაკებული არ იყოს ეს ქვეყანა, თითქოს მომავალს არ უკლავდნენ, თითქოს არ ღალატობდნენ ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ევროპულ მომავალს არ უკლავდნენ, თითქოს ბავშვები ამ ქვეყანაში არ შიმშილობდნენ, დემოგრაფია არ იყოს პრობლემა, შიმშილი, ბანკები, მაღალი პროცენტი, ქვეყნიდან გაქცეული ნარჩევი ახალგაზრდობა არ იყოს პრობლემა. თითქოს ეს პრობლემები ამ ქვეყანაში არ არსებობს და ეხლა რაღაც გამოგონილ ქიმერებს ვებრძვით, ხო? თუ რამის თავი ქონდათ გაესამართლებინათ, რა პრობლემა იყო ინდივიდუალური ადამიანები, დაემტკიცებინათ ამ ადამიანებისთვის დანაშაული, მაგრამ ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ ნაცმოძრაობა რეალურად ჩასახლებულია ოცნებაში თვითონ. გადახედეთ მათ დღეს კომისიაზე ვიყავით ქალბატონო ეკა და თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც მიხეილ ზააკაშვილი წარდგენილი ელჩი იყო სომხეთის რესპუბლიკაში და მანამდე საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო მისი, რომელსაც აკრიტიკებდნენ ეს ადამიანები, არის მანდ მაგ კომისიაში რომელიც სხვათა შორის გიორგი გახარიამ ვერ იცნოდა, რომ იცოდეთ რომ ვუყურებდი, აი ეს კიდევ ერთი დადასტურება, ვერ იცნო. სახელი იკითხა მისი სხვათა შორის და იმან ხუმრობით მიუღო. ხო, გასაგებია, ბერდია. მართლა ვერ იცნო ეხლა რა ვიცი. ლევან მურუსიძე, შემომწირველები, მთელი რეჟიმის საყრდენები, გივი მიქანაძეები და აი წარმოუდგენ მინისტრები, დეპუტატები, რა ვიცი, გადახედეთ მაგალითად მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემას. ანუ წარმოუდგენელია ეხა ესეც საუბრობდეთ ამ პროცესის გაგრძელებას როგორ ხედავთ? გახარია მეტ სიტყვის რას ელიტს დაიბარებენ კიდევ ვინმეს ამ კომისიაზე დღეს მან მოითხოვა ივანიშვილის, გენერალური პროკურორის სუსის უფროსის და არ ვიცი კიდევ ვიღაცის დაბარება მოითხოვა, არ მახსოვს თავიდან ასე დაიწყო. გაგრძელებას როგორ ხედავთ ამ პროცესის? კი, ამ კომისიის მიზანი ქალბატონო ეკა არ არის სიმართლის დადგენა. ეს არის ნახევრად სიმართლის შესაღება მოსახლეობის, რომელიც ავტომატურად ნახევარ ტყუილს ნიშნავს და ზუსტად ეს არის ჰიბრიდული ომი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და საკუთარი ამომრჩევლების გონების გარეცხვის მცდელობა. აი რაც დარწმუნებული ვარ არ გამოვა, იმიტომ რომ ბრძენია ქართველი ხალხი, მათ შორის მათი ამომრჩევლები, რომლებიც კრიტიკულად უყურებენ ამ პროცესებს, რაც წამოიწყო ეხლა ოცნებამ. ამის მიზანი იყო ჭეშმარიტების დადგენა არ არის.
რეალურად დაანონსებულია გივანიშვილს პერსონალურად მუქარა გიორგი გახარიას მისამართით. ამ მუქარას, რა ვიცი, ხან რა კომისიით აკეთებენ, ხან რაღაცით აკეთებენ, ხან პოლიტიკურად აკეთებენ, ხან პირადად ესხმიან მას ფიზიკურად თავდასხმას, მაგრამ პროცესს, რომელიც დაწყებულია, ვერაფერი ვერ გააჩერებს. ოცნების ხელისუფლება არის ამ ქვეყანაში დამთავრებული. შეუძლებელია ადამიანი შეაზიზღო თავი ისე, ჯერ ცემო სისხლში აბანაო საკუთარი ახალგაზრდობა, მე ციხეში გამოამწყდიო საუკეთესო ნაწილი ამ საზოგადოების და შეგრჩეს ეს ყველაფერი. ამიტომ დასრულდება ოცნება აუცილებლად.